კლების ხროვა სიცოცხლე. მე მაუგლის იკუნტროლუშვილი ვარ. ეს კი მაუგლის პოდკასტია. დღეს სტუმრად გვყავს პოლიკარპე ჯამპლეკიაშვილი და პაჯო კაკაჩია. ბარო სასტავი. ბარო. ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ შეგიძლიათ კითხვები დაგვისვათ პოდკასტის მიმდინარეობისას. რამდენი კაცი გვიყურებს? ლომად, 19 კაცია ახლა ჩატში. საღოლ? სანამ დავიწყებდეთ, მაუგლის პოდკასტის სპონსორია მაღაზია გენადის ტექნიკა. სადაც საოცარი აქცია აქვთ. თუ შეიძენთ მიკროტალღურ ღუმელს, საჩუქრად მოყვება დაკლულ გაპუტული ქათამი. შესაძლოა გამზადებული? კი, ზუსტად. მათი სლოგანია იყიდე ღუმელი, შეაგდე ქათამი. ამასობაში ჩატში უკვე 23 კაცია და პირველი კითხვა შემოვიდა. 100 ქათმის ზომის ცხენს ებრძოლებოდით თუ 1 ცხენის ზომის ქათამს? აირა. იასნია ცხენის ზომის ქათამს შევებრძოლებოდი, ძმაო, შემდეგი კითხვა. მოიცა რატო? 100 ქათმის ზომის ცხენთან ბრძოლა არ ჯობია? რანაირად ჯობია? ცხენი სერიოზული ცხოველია, ძმა. მანქანის ძრავებით ყვილად კი არ იზომება ცხენის ძალებით. ხო, მაგრამ ცხენი რო ქათმის ზომის ყოფილიყო, მანქანის ძრავს მაგით აღარ გაზომავდნენ. ხო, მაგრამ 100 ცხენი, ბიჭო, 100 ცხენი. ცხენი ikბინება თან, ხო? კი, თან სერიოზულად. იზა ჩემს უკბინა ტრაკზე და ეგრევე დუნდულოვანი ეროზია დაეწყო ტიპს. აჰა, ძმაო, 100 ცალი. კი ბატონო, ქათმის ზომის, მაგრამ 100 ცალი რო დაგერევა და ჩლიქების ჭახუს დაგიწყებს და კბენას, რა უნდა ქნა? ბიჭო, აქ თემა არის ის, რომ რომელს გირჩევნიათ ებრძოლოთო. ნუ კაი, შენი გავიგე, მაგრამ ცხენის ზომის ქათამზეც უნდა ვიბაზროთ მაშინ. ფაქტიურად დინოზავრს ებრძვი შეჩემა. გაჩერა რა მოიფიქრა, ეხა რა დინოზავრი? ქათმები არიან დინოზავრის შთამომავლები. რა? ეგ სიმართლეა კი, მეც ვიცი. მეყადავებით, დინოზავრები ასტეროიდმა არ გაწოვა, კაცო? ყველა არა, ბიჭო, რაღაც რაოდენობა გადარჩა. აი ლოგიკას მივყვეთ რა. ტირექსი რო წარმოიდგინო, აი ხო იცი რანაირიცაა რაღაც უაზრო მოკლე ხელებით. რას გავს გამოიცანი, აბა? კაპუტული ქათამი ყავს დანახი, მაუგლი ძმურად ორივეს ფოტოები გააძრე რა. ხო არ ხადაობ. ეგ რა არის, აი დარწმუნებული ვარ, დინოზავრებს ქათმებივით ბუმბული ქონდათ, ძმაო. ხო და ცხენის ზომის ქათამი, რა ვიცი, ფაქტიურად დინოზავრს უნდა ებრძოლო რა. ნუ ცოტა პატარა დინოზავრს, მაგრამ მაინც ეგრეა. თან ფეხებზე ბჭყალებიც აქვთ, ქვასავით ძლიერი ნისკარტი. თან ქათმები ხო იცი, მე შეიძლება შეგაფრინდეს. სოფელში რო ჩავედით, ბიჭო, მამაც ჩემს კრუხი გაეკიდა. ტიპს რაები აქვს ნაკეთები და კრუხის ისე შეეშინდა, სანამ ბაბუა ჩემმა ეგ ქათამი არ დაკლა, იქამდე ეზოში აღარ გამოსულა ტიპი. მოკლედ, ჩემი აზრით ზომა აქ ფაქტორი რა. ბიჭო, რა ბანძი არსება უნდა იყო, რომ დინოზავრობიდან ქათმობაზე გადახვიდე? ნუ ხო, რა ვიცი. აქვს მაგას თავის მიზეზები ალბათ. მაიცა კიდევ ერთი კითხვა შემოვიდა. რომელიმე უცხოპლანეტელი რომ ჩამოფრინდეს და გითხრათ დედამიწის წარმომადგენელი მანახეთო, ვის გაგზავნიდით? რა კითხვები, ეგ არ მგონია იმაზე იყოს, ჩვენ ვის გავგზავნით, ჩვენ ვინ შეგვეკითხება ვაფშე? მაშინ ვინ შეხვდებოდა ეგ განვიხილოთ? აი კანდიდატები ვინ არიან, ეგ ვთქვათ რა. აი კანდიდატები, უეჭველი, ის ეგომანიაკები იქნებიან, ვისაც ბირთვული იარაღი აქვთ. ტრამპი გაეძრობა ეგრევე იტყვის, მე უკვე დავამყარე კონტაქტი და ასე მითხრეს, რომ მე ყველაზე დიდებული პრეზიდენტი ვარ სამყაროში, ვარ რაღაც ეგეთ სისულელეს. პუტინი ეგრევე მზის სისტემის რუკას გამოაქვეყნებს და იტყვის, მთელი მზის სისტემა რუსეთის ტერიტორიაა. აუ შანსი არა, მასკმა რო ფეხი არ გამოყოს. სანამ სხვები დალაგდებიან, ეს უეჭველი ეცდება პირველი კონტაქტი დაამყაროს ან ამე. უცხოპლანეტელებს ტესლას გაუგზავნის საჩუქრად კოსმოსში და პირველი კონტაქტი შედგაო მერე დატვიტავს. თუ დაიქცავს. გაით რა ბიჭო, გაით რა ის პუტინი და ილონ მასკი, ბიჭო, რეალურად მიუდგეთ. შანსი არა ტრამპმა ეგ ვარიანტი ვინმეს დაუთმოს რა. აი ზუსტად ვიცი, ტიპი იმენა ატომური იარაღით დაემუქრება, ყველას თუ მაგ უცხოპლანეტელთან შეხვედრას ცდიან. აუ ცვეთში სანამ უცხოპლანეტელი იმის თქმას მოასწრებს, რომ შვიდობით მოვედითო, ესენი მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ. არამე უნდა შევხვდი, არამეო. უცხოპლანეტელი გამოცირდება, იმენა თქვენში ხო არა გაქვთო. უეჭველი ეგრევე უკან წავა, იმენა ამ პლანეტაზე ჩემთან თავად დამბრუნებლის დედა იტყვის. და უცხოპლანეტელები რომ მიდიან, ტრამპი მაინც ყვირის, იმენა ფეიქ ნიუსია. ხო, როგორც იცის ხოლმე რაღაცნაირად რო ბაზრობს, აი. მე ვესაუბრე უცხოპლანეტელებს, მათ მითხრეს რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. უფრო ზუსტად მათ მითხრეს რომ საუკეთესო ფორმაში ვარ. მათ არავინ უნახავთ უკეთეს ფორმაში. მოიცა, ახალი კითხვა შემოვიდა. ისაუბრეთ ილია თოფურიას მარცხზე. დაძაბა. დოპინგს ფიქრობ თქვენს? იასნა ძმა, ტრამპმა გაუჩალიჩა რა. ბიჭო, დოპინგს არ გამორიცხავ არც მე რა, მაგრამ მანდ ყველაფერი ბევრად უფრო ახლართულია ჩემი აზრით. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ უკეთესი მებრძოლი ამ სპორტში ყოველთვის ვერ იგებს რა, ბევრჯერ მომხდარა, ხო ეგრე? ბიჭო, აი
ჩერეს მეგრელობის პონჩი მაინც თქვი რომ გაუჩალიჩესო. ბიჭო არ გამორიცხავთქო მაგას. ზოგადად მე თუ მკითხავ რა, ბრძოლა გალიაში შესვლამდე ბევრად ადრე იწყება. აი როგორია მაგალითად შენი განწყობა მენტალურად ტიპს რავი, განქორწინება მოუწია, სასამართლოზე სირბილი რომ ბავშვებზე უფლება არ დაეკარგა. ეგ ერთი და მერე როგორი წონის კლება გექნება, თავს რამდენად კარგად აღიდგენ. მამენტ ხო ისე მერაბს იდეაში რა მოვიდა. აი დარწმუნებული ვარ რომ ზედიზედ მეოთხე წონის კლების მერე თავი ვერ აღიდგინა რა ბოლომდე. მაგის ყველაზე ძლიერი სკილი ზმაო ის არის კარდიოა და რა მარტივად დაიღალა გახსოვთ? ხო, დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. ნახე ახლა მე რა მგონია. ყველა მიცის, რომ თავიდან მთავარ ქარდზე უნდათ ისლამი ილიას წინააღმდეგ რა. გახსოვთ? და ისლამს თქვენი აზრით რა წონაში უნდოდა ჩხუბი? იასნა ველტერვეიტში უნდოდა ძმა, ტიპი ისე რაც გიჟივით არიდებდა ილიას თავს და ლაითვეიტში შანსი არაა შეხვედროდა. ზუსტად, ველტერვეიტში იგეგმებოდა ილიას და ისლამის შეხვედრა. აქედან გამომდინარე მგონია რომ ილია მასა მაგრად მოიმატა რომ ზედა წონაში ასულიყო. კი, იდებოდა ილიას ფოტოები რომ ნახეთ რა მხელაო და რაღაცები. ხო და ტიპმა წონა აკრიფა და მე ეუბნებიან რომ ისლამი არა გეიჯის უნდა შეხვდე ლაითვეიტშიო. ანუ რა გამოდის? მოუწია წონის მაგარი კლება, ძალები ვერ აღიდგინა ისე როგორც საჭირო იყო და მაგიტო დაიღალა ასე სწრაფად რა. მაგიტო არ ამოძრავებდა თავს, დარტყმებს არ იცილებდა, ანუ ენერგიის დაზოგვის მიზნით რა. არის მაგაში ლოგიკა ისე. არაფერი ბიჭო საუკეთესოებიც აგებენ მერე რა მოხდა დაბრუნდება ტიპი და აიცვავს მუჩზე ყველას ეჭვი არ მეპარება. არ ვიცი რა, მე მაინც ვიტყვი რომ გეიჯის მოუწან დოპინგიანი დედის ტრაკის მიდამო. საინტერესოა ბიჭებო, ამასობაში ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ მაუგლის პოდკასტის პარტნიორია რესტორანი გივიას წვნიანი სოსისი. სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დააგემოვნოთ გივიას წვნიანი სოსისი. ჩვენი სოსისით შორტს ახვალთ. ეს არის მათი ლოზუნგი. ახლა კი კიდევ ერთი კითხვა შემოვიდა. რამდენად განვითარდება თქვენი აზრით ხელოვნური ინტელექტი და დაბრუნდებიან თუ არა რობოტები თარსულაში? აი რობოტების დაბრუნება არ ვიცი, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის თემა იმენა როგორი ამბავი მგონია, იცი? აი ყველა თაობას რაღაც ეგეთი აქვს რა. ადრე ტელეფონები არ მოწონდათ, მერე კომპიუტერები არ მოწონდათ, ეშმაკისაო. ახლა ხელოვნური ინტელექტი არ მოწონთ. ზოგადად სიახლეებთან ხალხს ნიტო დამოკიდებულება აქვთ რა. ანუ რას იძახი რომ დიდი არაფერი არა ეგ თემა? პროგრესის ნაწილია რა, რაც არ უნდა აპროტესტონ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის. მე გეტყვი რატოა ეგ ცუდი ძმა? ხელოვნური ინტელექტი გახდება მარტოსული ადამიანების ჯოჯოხეთი იმენა. აი ტიპები წარმოიდგინე შეყარებული რო არ ყავთ არც ცოლი, სითბოს ცხოვრებაში ვერავისგან გრძნობენ. აი ცოტა ხანიც უნდა ვაცადოთ ძმაო და აგერ ნახე ხალხი ვირტუალური შეყარებულებით თუ არ გაიჯითონ ხოლმე. ანუ ბიჭო ინტერნეტი ზოგადად ადამიანს აუწყობებს სოციალიზაციის მიმართ რა. გარეთ რო გადიან ტიპები, anxiety, სოციალური ბატარია ამომეწურა. აუ ცვეთში მაგაზე ძალიან ნერვები მაწყდება ხოლმე. ახლა წარმოიდგინე ბიჭო მომავალი, სადაც ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული შეყარებული ყავს ტელეფონში. ნუდებს გიყრის ძმაო, გაქებს, უყვარხარს, კომპლიმენტებს გეუბნება. ბიზდეც. დაჟე შეგეძლება პარამეტრები ისე დაუყენო რომ მომენტებში გაგიტრაკოს კიდეც რა ლაითად ხო აზეხარ. და ეგ არის დასაწყისი თან, მე რობოტებს გამოუშვებენ და ეგ როგორი თემაა, იცი აი ტიპს რომელსაც სახე ტრაქს უგავს, არანაირი საინტერესო პიროვნება არაა და შინაგანი სამყაროც არ გააჩნია, შეუძლია დაითრიოს რობოტი, რომელიც ამაზე გაგიჟებული იქნება და სუპერმოდელის ვიძეც იქნება თან. მანდ ეშველება გაკრას ჭახანას. ხო და რაღა უნდა იმ ტიპს მაო გარეთ? ან რაღა დენდომება ნამდვილი გოგო. დავარდება შობადობის მაჩვენებელი. იქ ილონ მასკი ტვინში ჩიფ ჩაგიდგამს და შვებულებაში გარეთაც კი აღარ გახვალ. სიმულაციას ჩაიტვირთავ რამე მაგარი კუნძულისას ტვინში პირდაპირ. მივალთ გადაშენების პირას ადამიანებიც მაო. ხო, ისე ხალხს გონია რომ ხელოვნური ინტელექტი ომს დაგვიწყებს და ამოგწყვეტს და რაღაც სისულელეები. ჩვენ ისე ჩვენი სიზარმაცე თუ გადაგვაშენებს რა. ჭახანასგან მოვიდა მესიჯი, მე მთხვიეთო. აუ ეგ რა გულჩვილია იმენა. ამასობაში ჩვენი დროც იწურება. მადლობა მობრძანებისთვის. ასე არ ჯობია ბიჭო ერთმანეთს რო ხოცავცო? პაჭო მიწვევს ხოლმე ძმაო, თორე მე მაგარი ჩილი ტიპი ვარ უნდა მოზოვიყო. კაი, არ გეტყვი არაფერს, თორე მე ისე ვიტყვი, აგერ ხო გითხარითო. აბა, დროებით გემშვიდობებით და კომენტარებში დამიწერეთ ვინ გინდათ ჩემი შემდეგი სტუმრები რომ იყვნენ.